2026 წლის იანვრიდან მასწავლებლის კარიერული განვითარების ახალი სქემა შედის ძალაში. სქემის კონცეფციის პროექტი სკოლებს უკვე გადაეგზავნა. ყოველ შემთხვევაში ასე თქვა მინისტრის მოადგილემ საჯაროდ. კონცეფციის შესავალშივეა ნათქვამი, რომ ცვლილების საჭიროება განათლების სისტემის რეფორმამ დააყენა დღის წესრიგში. რეფორმის, რომლის მიზანი, როგორც დოკუმენტში წერია, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პარალელურად სკოლების ავტონომიურობის გაძლიერება, დეცენტრალიზაცია, ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი სტანდარტის შემუშავება და საჭიროებაზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერება. ახალი რეფორმის ავტორები ამბობენ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ძველი სქემა სკოლის საჭიროებებზე ორიენტირებულ და იდენტიფიცირებულ საკითხებს ვერ მოიცავდა. ამასთან სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა იყო სერიოზული სტრესი მასწავლებლებისთვისო, ასე თქვა თამარ მახარაშვილმა. ახალი მოდელით მასწავლებლების გაძლიერებას სისტემა თითქოს უგამოცდოთ. სხვადასხვა აქტიობებით გეგმავს, თუმცა თლად ასეც არაა საქმე. და აი რატომ? მასწავლებლებს შესთავაზეს კარიერული განვითარების 3 მიმართულება: კვლევა, სწავლა-სწავლება და მართვა ადმინისტრირება. მასწავლებელმა თავად უნდა აირჩიოს სკოლის მიერ იდენტიფიცირებული რა მიმართულების პრობლემებზე სურს მუშაობა, თუმცა მასწავლებელი ქმნის პრობლემის გადაჭრის კონცეფციას, ადგენს გეგმას, 1 წლის განმავლობაში ახორციელებს და ამ გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ სპეციალური კომისია დაკომპლექტებული სამინისტროს წარმომადგენლებით და სასკოლო საზოგადოებით, რომელშიც შედის მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები, შეაფასებენ რა გამოუვიდა მასწავლებელს. სამაგიეროდ ამ ფორმას გამოცდა არ ქვია. ქვია კარიერული ზრდა და თან სკოლის საქმეებში შეხიდება. მხოლოდ ასე შეძლებს მასწავლებელი სტატუსის ამაღლებას. ახალი სტრატეგიით გაიყო უკვე სტატუსის მქონე მასწავლებლების ფუნქციებიც. წამყვანი მასწავლებლები რჩებიან სკოლაში, მენტორები კი სწავლების მეთოდოლოგიაზე არა მხოლოდ კონკრეტული სკოლის, არამედ რესურს ცენტრების მასშტაბით სხვადასხვა სკოლასთან იმუშავებენ. მოკლედ, კარიერის განვითარების მსურველ მასწავლებლებს მარტივი ამბები არ ელოდებათ, მით უფრო გადაჭრით ითქვა, რომ ცვლილებებით მასწავლებლებისთვის ხელფასის მატება ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის. პირიქითაც შეიძლება ითქვას 12 კლასის არასავალდებულოდ გახდომამ და მე-11 კლასის სასწავლო პროგრამის სრულებამ შესაძლოა საგაკვეთილო საათების შემცირებაც გამოიწვიოს, რაზეც იყო მიბმული მასწავლებლების ანაზღაურება. ასევე არაფერი თქმულა დეტალურად მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, რომელიც ითქვა, რომ კარიერულ ზრდისგან განსხვავებით სავალდებულო იქნება. მოკლედ, ბევრი კითხვაა, ბევრი ბუნდოვანება და გაუგებრობა მასწავლებელთა ჯგუფებში, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ რეგიონებში სკოლასთან, აშკარა ახალი სქემის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობა. დღეს გადაცემაში გვეყოლება სტუმრები, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ სქემის პრეზენტაციას და იმედია მეც გავიგებთ ამ გეგმის შესახებ, ასევე გვეყოლება მასწავლებლები, რომლებიც სვამენ სკეპტიკურ კითხვებს და ცხადია გვეყოლება სპეციალისტები, რომლებიც ცოტა უფრო დიდ მასშტაბში ხედავენ სურათს, უფრო სწორად რეფორმას. სანამ სტუმრებთან ვისაუბრებ, მინისტრის მოადგილის განცხადების ამონარიდი მოვისმინოთ, რომელიც სატელევიზიო ეთერში გააკეთა თამარ მახარაშვილმა, შემდგომ დავბრუნდებით უკვე სტუმართან. პროფესიული განვითარება, როგორც მოგახსენეთ, სავალდებულოა, მაშა სადამე ყველასთვის. მაგრამ კარიერული განვითარება ეს არის აპრობირებული მეთოდიც ბევრ ქვეყანაში, თითქმის ყველა ქვეყანაში, თუ მასწავლებელს უნდა კარიერულად განვითარდეს, ანუ შეეხიდოს სკოლას კიდევ სხვადასხვა მიმართულებით, ადრე ასე იყო, რომ უნდა ჩაგებარებინა გამოცდა და სტატუსს იმაღლებდი. და ეს გამოცდა სკოლის საჭიროებაზე ორიენტირებულ და იდენტიფიცირებულ საკითხებს ვერ მოიცავდა მაინდა-მაინც. ეხლა ჩვენ რა მოდელს ვთავაზობთ, რომ 3 მიმართულებით შეგიძლია რომ განვითარდე. არანაირი გამოცდის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო, იმიტომ რომ რეალურად ეს იყოს სერიოზული სტრესი მასწავლებლებისთვის, არამედ კონკრეტული აქტივობებით და პრაქტიკულად უნდა დამიდასტურო და მაჩვენო, რომ შენ ეს შეგიძლია. ადრე თუ ერთი გამოცდა საზღურავდა ამ პროცესს, ეხლა პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადავდივართ, სადაც ვეუბნებით, რომ ჯერ გვაჩვენე, რომ შენ შეგიძლია სკოლის შიდა ხარის უზრუნველყოფას ამაში გამოადგე, აქ ახარ შენ ძლიერი, ერთად გადავწყვიტოთ და შემდეგ უკვე შეგიძლია აიმაღლო სტატუსი. თქვენ იცით, რომ ავტორიზაცია ხარისხის უზრუნველყოფის გარე ხარისხის შეფასება შემოვიტანეთ ჩვენ სისტემაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. 3 წლის წინ დავიწყეთ ეს პროცესიც, რაც ნიშნავს, ადრე თუ საჯარო სკოლაში ხარისხი როგორია შიგნით, უბრალოდ არ ვიცოდით. დღეს 500-ზე მეტი სკოლაა და 2030 წლამდე ყველა საჯარო სკოლამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. მა რო გავამარტივოთ ეხლა ეს თემას, რაც ნიშნავს, ხარისხის ცენტრის შესაბამისი ექსპერტები შევიდნენ, ნახეს სკოლას რა პრობლემები აქვს. ავტორიზაცია მიიღო თუ მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ იქვე გაუწერა რა აქვს გასაკეთებელი. ხა ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი?
როგორც თქვი, სქემა შეუწყობს უკვე ხელს, მასწავლებლები შიგნით დაიდენტიფიცირდებიან, ვინ რა მიმართულებით გამოადგება სკოლას, მაგრამ 9 წელიწადში ერთხელ ხდება ავტორიზაცია. ხარისხის ცენტრი კი მონიტორინგი და შემდეგ შეიძლება 3 წელიწადში ერთხელ მიაკითხოს ამ სკოლას. მაშ ვინ არის ის რგოლი, რომელიც ყოველდღიურად ეთანამშრომლება სკოლას? ეს არიან რესურს ცენტრები და სქემა ზუსტად მაგას ითვალისწინებს. მენტორი მასწავლებლები ვინც არიან, რესურს ცენტრის დონეზე ფარავენ უკვე სკოლებს, როგორც მეთოდისტები. ნახეთ, წამყვანები რჩებიან სკოლაში და სკოლას ემსახურებიან ლოკალურად, მაგრამ მენტორები 1100-ზე მეტი, ვისაც უკვე სტატუსი მენტორი აქვს, არსებული მენტორები რესურს ცენტრის დონეზე, რაიონულ დონეზე, როგორც მეთოდისტები იყვნენ ადრე. ნანა გალობლიშვილი, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი გვყავს ხაზზე, გურიიდან. მივესალმები სტუმარს. საღამოშიდობის ქალბატონ ნანა. მოგესალმებით. მადლობა ჩართვისთვის. ქალბატონ ნანა, თქვენ ისმენდით ალბათ თამარ მახარაშვილის სატელევიზიო გამოსვლიდან ამ მონარით და ის მონაკვეთია, სადაც ძალიან ბევრი კითხვა დასვეს მასწავლებელთა ჯგუფებში, თავად მასწავლებლებმა. მე შესავალშიც თქვი, ცოტა ოდენია ამ სქემაზე და აი თქვენც კითხავთ, თქვენ როგორ ხედავთ თქვენს როლს აი ამ ახალ სქემაში თქვენი სტატუსის გათვალისწინებით? სქემა, როგორც მოგხსენება და ითქვა, უნდა ემსახურებოდეს მასწავლებლის კარიერულ წინსვლას და პროფესიულ ზრდას, ხო? ამიტომ ყოველი ნაბიჯი თუ ეს მიზანია, ყოველ ნაბიჯში უნდა ჩანდეს მიზანი. და არ უნდა იქცეს ეს ახალი მოდელის სქემა ბიუროკრატიული კონტროლის მექანიზმად. და თუ ბიუროკრატიული კონტროლის და არის ამის საშიშროება და თუ მექნება საშუალება მოგახსენებთ. თუ ბიუროკრატიული კონტროლის მექანიზმად იქცა, მაშინ მასწავლებელი უკვე და მათ შორის მეც ხომ თავს კი ვერ აღვიქვამ განვითარების სუბიექტად. არამედ აღვიქვამ თავს რა ობიექტად ექსპერიმენტის ან ობიექტად აი რაღაცა დროებით განხორციელდება, იმიტომ რომ ვიცი ჩვენ არ ახასიათებთ, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო, 13 წელმა ეს აჩვენა, რომ ამ პროცესებს არ ახასიათებდა უწყვეტობა და არ არსებობდა გრძელვადიანი ხედვა. და როცა არ ახასიათებს უწყვეტობა და განვითარების პროცესს, ეს იქცა სტატუსის ძიების მარათონად, ხომ? ასე იყო აქამდე. და შემდეგ უცებ აღმოჩნდა, რომ 13 წლის შემდეგ გვითხრეს, რომ რეფორმა ჩავარდა და ეხლა გვთავაზობენ ახალი მოდელის სქემას. და შესაბამისად აი ნდობა იკარგება სისტემის მიმართ, რომ როცა იცვლება ყოველ წელს ხედვა, იცვლება კრიტერიუმები, იცვლება დრო, ხომ შენ თვითონ გიყალიბდება და ეძებ ადაპტირდები გადარჩენისთვის და ეძებ უსაფრთხო გზას ყოველთვის, რომ რაც შეიძლება მცირე მოცულობის საქმე შეასრულო, რადგან ასეთი აღქმა გაქვს, რომ შეიძლება ეს მომავალ წელს არ მუშაობდეს და ტყუილად რატომ უნდა გაისარჯო. ამიტომ უნდა იყოს ეს, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს ამაზე გრძელვადიანი ხედვა. ეხლა რაც შეეხება ახალი მოდელის სქემას, აი სქემაში რა იმსახურებს თქვენს კრიტიკას და აი მოდელის სქემა ძალიან შტამბეჭდავი პრინციპები აქვს. ნახეთ, ავტონომიურობა, უწყვეტობა, მრავალფეროვნება, ნებაყოფლობითობა, ობიექტურობა. ეს წინა სქემასაც ჰქონდა, ქალბატონო ნანა, წინა სქემასაც ჰქონდა. მაგრამ ახლა დააკვირდით ავტონომიურობა აქვს, ესე იგი სკოლა თვითონ წყვეტს და პედაგოგი და დაუშვათ რესურს ცენტრის ხელმძღვანელი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე რა საჭიროებები აქვს მას და როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა დაუშვათ ყველაზე თამამოცნებაში. ხომ ჩავთვალოთ, რომ სისტემამ გაუშვა ხელი სკოლას და გაუშვა ხელი გულისხმობ მიან მისცა თავისუფლება, არ უნდა იყოს ავტონომიურობა, გაზარდა მისი უფლებები, არ უნდა იყოს სტანდარტული მანქანის რაღაცა დეტალი, სტანდარტული ჭანჭიკი, მაგრამ ახლა ნახეთ, რესურს ცენტრებს აქვთ და დირექტორებს დაუშვათ ხელის გაშვების სურვილი, თვითონ გაუშვებენ თავიანთ გონებაში ხელს, არიან გამოიჩენენ ინიციატივას, არიან ავტონომიური პიროვნებები, რომ ამ ავტონომიურ პროცესებს ხელი შეუწყონ, თუ ისევ დაელოდებიან დირექტივებს ზემოდან, რომ ვინ რას
მიაწოდებს ან რამდენად იქნება სამართლიანი და ობიექტური და გამჭვირვალე ეს თუნდაც ეს კარიერული წინსვლა აი ხომ არ იქნება ეს მიკერძოებული ხომ არ გამოარჩევენ რაღაცა ნიშნით მასწავლებელს იმიტომ რომ დირექტორი როცა არის სასწავლო შემეცნებითი პროცესის ლიდერი და აკადემიური ლიდერი მაშინ სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობს მაგრამ როცა არის ბიუროკრატი როცა ნებისმიერ სქემა მის ხელში ფუნქციონირებს როგორც ბიუროკრატიული კონტროლის მექანიზმი მაშინ მას სუბიექტური იქნება ძალიან და ხელს შეუწყობს ქალბატონო ნანა კითხავთ ჩაგეკითხები თუ შეიძლება აი ამ უნდობლობას რა დააზღვევდა აი ამ პროცესს რომ მეტი სანდოობა გაჩენილიყო აი თქვენ რაზეც საუბრობთ ეხლა რომ არენდობით სისტემას როგორ იქნება ეს რაღაც კომისია როგორც იმუშავებს როგორც მოხდება შეფასება არ იმსახურებს სანდოობას აი რა დააზღვევდა ამ პროცესს რომ მეტი სანდოობა გქონოდათ პირადად თქვენ მაგალითად რა დააზღვევდა და თავად იმის განათლების მართლა რომ რეალური იყოს ეს ავტონომიურობა და ის დირექტორები და რესურს ცენტრის ხელმძღვანელები მართლაც რომ ავტონომიური პიროვნებები იყვნენ რომლებიც მასწავლებლის განათლებაზე არიან ორიენტირებულები განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზე არიან ორიენტირებულნი და არ დაიყვანებენ ამ სქემას რაღაცა პროცედურებამდე და არ აიღებენ თავიანთ ხელში მხოლოდ მაკონტროლებელ ფუნქციას, რომ მასწავლებელი გააკონტროლონ და სუბიექტურები იყვნენ. ანუ შინაგანი, ანუ ჩვენ უნდა იცით რა დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება მასწავლებელი აღიქვა სისტემის მტრად, განსაკუთრებით ის მასწავლებელი, რომელიც კრიტიკულ შეფასებებს აძლევს რაღაცა სქემებს თუ რეფორმას. პირიქით, ის უფრო სასურველი და მისაღები და მოსასმენი უნდა იყოს, თუ გინდა რომ ვითარდებოდე და წინ მიდიოდე და რადგანაც დამოკიდებულება ასეთია და სისტემის მტრად აღიქვამს ის დირექტორის და რესურს ცენტრის ხელმძღვანელიც ვინ არის ის ფიქრობს რომ რატომ უნდა შემოხედო მე შენ როგორც პროფესიონალს როგორც ღირებულს არამედ შენ ხარ ჩვეულებრივად ობიექტი რომელზეც უნდა ჩავატარო ან ექსპერიმენტი ან უნდა ერთ კითხვას დაგისვამთ და მოდით შევაჯამოთ ალბათ ახლა მაყურებელი რომელიც გვიყურებს იტყვის ლოგიკური იქნება რომ თქვას რომ თქვენ საჯარო სკოლას წარმოადგენთ თქვენ თუ ხართ ახლა კრიტიკული და არ წარმოადგენთ კი ბატონო, მაგრამ კი ბატონო, მაშინ პასუხი გაცემული, ანუ კითხვა იქნებოდა თუ ქალბატონი ნანა საუბრობს ესე ღიად, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ის დაბლოკილი, რა პროექტში შეიძლება იყოს ეს დაბლოკილი. ახლა ეს არავის არ უყურს, რომ ვიღაცები ღიად რომ საუბრობენ, მე მაგალითად მომისმენია პედაგოგებისაგან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების, რომ როდესაც რაღაცა კვების უზრუნველყოფაზე სკოლების ღიად ისაუბრეს, დიდი ხანი აქვს განმავლობაში რესურს ცენტრის ხელმძღვანელი არც მესალმებოდაო. სხვა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის პედაგოგი საუბრობდა მის შესახებ და ახლა ეს არ არის არავის არ გაუკვირდება ეს, იმიტომ რომ არ მოიაზრებენ თავიანთ თავს რომ იყვნენ ორიენტირებული მართლა მოტივაციაზე, მოტივაციის მასწავლებლის მოტივაციის მხარდამჭერები იყვნენ და ხშირად ეს დემოტივაციას იწვევს მასწავლებლის და იმედგაცრუებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. პროცესი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი, სკოლა უნდა იყოს ბუნებრივი სივრცე მასწავლებლის პროფესიული ზრდის და განვითარების და აი ჩემი მთავარი გზავნილი არის ნაკლები ბიუროკრატია, მეტი სიცოცხლე სკოლას, მეტი ცოცხალი პროცესი და მეტი დამოუკიდებლობა, აი დირექტორები პიროვნულად გათავისუფლდნენ ამ მარწუხებისაგან და იყვნენ თვითონ მართლა თავის თავზე აიღონ რაღაცები, ინიციატორები იყვნენ, შემოქმედებითები იყვნენ, პროცესის ლიდერები იყვნენ და არა მაკონტროლებელი ბიუროკრატები, რომლებიც რაღაცაში გამოიჭერს მასწავლებელს და მასწავლებელი მისთვის პრობლემა რომ არის და არა ღირებულება. დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. მასწავლებლის ინტერესების დასაცავად. კი ბატონო, დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. საბედნიეროდ ყავს დირექტორები, რომლებიც ახერხებენ რომ ამ პრობლემებზე ისაუბრო ღიად და თქვან სიმართლე. ამიტომ მადლობა მათაც. მადლობა თქვენს დაგემშვიდობებით. თქმა უნდა, არსებობენ ერთმან უკნას რომ არ იყვნენ, მაგრამ თუ გვინდა რომ ჩვენ ეს ცოცხალი პროცესი იყოს, მაშინ ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ცოცხალი პედაგოგიკა.
დიახ, კი ბატონო, გეთანხმებით და ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. მაყურებელს შევახსენებ ნანამ გალობლიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, გვერდთვებოდა გური და სტუდიაში გვყავს სტუმრები, თემურ შაინიძე, ხალთის საჯარო სკოლის დირექტორი და ნიკოლოზ ზემედაიშვილი, მერვე საჯარო სკოლის, მეცხრე საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და აი დირექტორზე იმდენი ილაპარაკა ქალბატონმა ნანამ დირექტორის ისაც ბევრი პასუხისმგებლობა აქვს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მე მაინც ნიკოლოზთან მექნება პირველი კითხვა და თქვენს მიერ დასმული კითხვები მოპასუხეთ შეიძლება ჩავთვალოთ რომ შეიძლება იყოს ბატონი თემური, იმიტომ რომ იმ შეხვედრებზე რომელიც სამინისტროს მიერ ორგანიზებული იყო და გაცნობითი ხასიათი ჰქონდა აი ამ პროექტს და გეგმას თქვენ ესწრებოდით და ამიტომ თქვენგან იქნებოდა საინტერესო უფრო მეტი ინფორმაცია გაგვეგო ბატონიკა. ბევრი რამ ითქვა, მე როგორც ვიცი თქვენ გაქვთ კითხვები ამ გეგმასთან დაკავშირებით, თქვენ სათხედავთ თქვენს თავს აი ამ სქემის მიხედვით, ამაზე მითხარით, პროფესიული განვითარება სავალდებულოა, კარიერული განვითარება სასურველიო, ასე ითქვა, როგორ გესმით თქვენ ეს გეგმა და თქვენს როლს როგორ ხედავთ აი ამ პროცესში. მადლობა პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, ჩვენ სკოლებში დაახლოებით 1-2 კვირის წინ თუ უფრო ადრე მივიღეთ აი გზამკვლევი პროექტი უფრო ზუსტად, რომელიც ასე ვთქვათ შემოგთავაზა სამინისტრომ რესურსების გავლით თავისთავად უკავშირიც აინტერესებდა ჩვენგან განვიხილეთ გარკვეული ასე ვთქვათ შეფასებებიც გავაკეთეთ და გარკვეული ნუ პირდაპირ გეტყვით ბუნდოვანებაც გაჩნდა, ბევრი კითხვაც დაისვა. ნუ ჩვენი უკავშირი გაგზავნილია, იმედია ბევრი მასწავლებლის მხრიდან როცა იქნება დასმული კითხვები, რაღაცებს თავიდან ყოველ შემთხვევაში შეხედავენ, გადაამოწმებენ, გადააფასებენ და შეიძლება რაღაცები გაითვალისწინონ უფრო ზუსტად პირველ ეტაპზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენგან იყოს მეტი ღიაობა და იმედი ვიქონიოთ რომ მოხდეს გათვალისწინება ამ ყველაფერს. თქვენ რა შენიშვნები გაქვთ ამაზე რო გითხრათ, რა ბუნდოვანება და აი სანდობაზე ვლაპარაკობთ ქალბატონმა ნანამაც დასვა ამასთან დაკავშირებით კითხვა რომ სანდო ანუ უნდობლობას იწვევს ეს პროცესიო. თქვენთვის როგორ არის აი რამდენად სანდო არის ეს პროცესი და ის კითხვები მაგალითად იგივე შეფასებასთან დაკავშირებით ის პროექტების შემდგომ შეფასება უნდა მოხდეს მასწავლებლის რა აზღვევს იმ რისკებს რომ ეს შეფასება იქნება მიუკერძოებელი. ეს კითხვაც ბევრმა მასწავლებელმა დასვა მასწავლებლების ჯგუფებში სოციალურ ქსელში. თქვენ თუ გაქვთ ეგეთი დამოკიდებულება? კი ბატონო, პირველი ვიტყვი იმას რომ ახალმა სქემა ამ ეტაპისთვის ახალი სქემა გვთავაზობს 3 მიმართულებას, სადაც შეგვიძლია ერთი მიმართულება ავირჩიოთ, ამ შემთხვევაში წამყვანებს და მენტორებს ეხება პირველ რიგში, არა, მათ შორის უფროსს, ვისაც კარიერული წინსვლა მოუნდება და ამ 3 მიმართულებაში ერთი არის სწავლა-სწავლების მიმართულება. უბრალოდ კითხვა მიჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ სასწავლო პროცესში ხომ სწავლა-სწავლების მიმართულებით ყველა მასწავლებელი ისედაც ჩართულია. აი რა დამატებითი ფუნქცია უნდა იყოს იმ ასე ვთქვათ კარიერული წინსვლის სურვილი მასწავლებლებისთვის, ვინც ამ მიმართულებას აირჩევს მაგალითად. ანუ აქ გარკვეული ბუნდოვანება ეკუთვნება მესმის მართვის მიმართულებით, კვლევების მიმართულებით, ეს დამატებითი საჭიროება თქვათ სკოლას ჰქონდეს. მაგრამ სწავლა-სწავლების პროცესი ისედაც კიდევ განმეორდები არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი, რომელშიც ყველა რგოლი სასკოლო დონეზე და ზოგადად პირველ რიგში მასწავლებლები არიან ჩართული. ანუ ეს კითხვაც არის ბატონიკა, ეროვნული სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი არ თქმულა, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც უნდა აეწყოს, მე მგონი ეს მთლიანი სქემა, რაც ახლა შემოგთავაზეს აი ამ 3 მიმართულებით, რომ სწავლა-სწავლება, კვლევები და ადმინისტრაციული მიმართულების, ხო? თუ ეროვნული სასწავლო გეგმა არ გვაქვს ჯერ დამტკიცებული, რის მიხედვით შეიძლება იმუშაონ მასწავლებლებმა იმ პროექტებზე, რომელზეც უნდა იმუშაონ. აი ეს კითხვაც არის, ხო? ამასთან დაკავშირებით თქვენ. ამავე პროექტში არის საუბარი, რომ იანვრიდან ეტაპობრივად გზამკვლევები შემოვა სკოლებში, რესურს ცენტრებში და გარკვეული დაკვალიანება მოხდება, მაგრამ სანამ არა ეს შემოსული, შესაბამისად ეს გარკვეულ გაუგებრობას იწვევს. მაგალითად, ფუნქციები დეტალურად არ ვიცი, თუნდაც რომელი მიმართულებას როცა აირჩევ, რომელი ფუნქციების შესრულებაზეა საუბარი, ან სკოლის დონეზე, ან რესურს ცენტრის დონეზე თუნდაც. ჩემი აზრით უფრო უმჯობესი იქნებოდა, რადგან ეს 3 მიმართულება შემოგთავაზდეს, თითოეული მიმართულებას ახდენს შესაბამისი ფუნქციების და თავად მასწავლებელს ჰქონდეს აქაც არჩევანის თავისუფლება. და რომ სადაც დაინახავს ის თავის ძლიერ მხარეს და თავის ასე ვთქვათ
გამოცდილებას დაუკავშირებს და მე უფრო შედეგიანი იქნება. ვიდრე ის, რომელსაც მაგალითად სკოლის დონეზე კონკრეტული კომისია შესთავაზებს, ან რესურსების დონეზე იქაც ასევე კონკრეტული კომისია, შეიძლება შესთავაზოს ესეთი ფუნქცია, რომელსაც ვერ გაართვას მასწავლებელმა თავი და თვითონ პროცესის მიმარცხანდობა რამდენად გაქვთ, ანუ სიტყვა გამოცდა თითქოს ამოიღეს, მაგრამ ის პროცესი, რასაც თავაზობენ ახლა მასწავლებლებს, რომ პროექტის თვითონ და მოიფიქრო, გეგმაც თვითონ დაწერო და ერთი წლის მერე ამ კომისიამ, რომელიც არ ვიცი ჯერ რა შემადგენლობით იქნება, მაგრამ სამინისტროს შეადგენს, სამინისტროს წარმომადგენელი იქნება სავარაუდოდ სასკოლო საზოგადოებაო, ესე თქვა ქალბატონმა თამარმა, ამ ადამიანების მიერ მიღებული რაღაცა ქულებით უნდა მიიღოთ თქვენს ახალი სტატუსი. მანამდელ სტატუსებზე ითქვა, რომ ეს სკოლის საჭიროებებზე არ იყო ორიენტირებულიო, წინა სქემა და ამ სქემით გათვალისწინებული სტატუსების მიღებაო და თქვენ როგორ აფასებთ აი ამ პროცესს? წინა სქემის წუნი სინამდვილეში მართლა ეს იყო? ხო, ვერ დავეთანხმები ბოლომდე ამ ასე ვთქვათ აზრს, რომ წინა სქემა ბოლომდე ვერ იმუშავა და თავისი ასე ვთქვათ გარკვეული ფუნქცია ვერ შეასრულა. თქვენ მენტორის სტატუსი გაქვთ, როგორც მახსოვს? მენტორის და წამყვანის ამ ეტაპზე ვთქვათ და მაგრამ აი ამ ახალ სქემას თუ მიუბრუნდებით, რადგან ახლა ვიცი დროში შეზღუდული ვართ, გარკვეული კითხვები არის, მაგალითად უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში როგორ სთავაზობს, ან რამდენად არის მზად სკოლა, თუნდაც რესურს ცენტრი უკვე შემდგომ რგოლზე, მაგალითად ის აქტივობები შესთავაზოს, რომელიც სავალდებულია, ანუ გულისხმობ იმ პროფესიული კურსის გავლას, რომელიც ჩადებულია ასევე. აი სკოლის დონეზე ცოტა უფრო რთულად მეჩვენება. ანუ ფაქტობრივად სკოლას ამდენად ეყოლება ის კომპეტენტური კადრი ექსპერტების დონეზე თუ ასე შემდეგ, მე არ გულისხმობ მასწავლებლის კომპეტენციაში ეჭვი არ შემაქვს ყველა სკოლაში, მაგრამ აქ ხო ცოტა უფრო სხვა ტიპის ექსპერტულ დონეზეა საუბარი, რომელმაც კონკრეტული შეფასება უნდა მისცეს დადებითი ან უარყოფითი. თქვა მიიღო უარყოფითი და ასეთ შემთხვევაში ვალდებულება აქვს, რომ გარკვეული კურსი გაიაროს. ამის გარეშეც უარყოფითის მიღებით პირველი ერთი წლის განმავლობაში ეს ფუნდოვანება გარკვეულწილად არის. თქვენ სხალთის სკოლას წარმოადგენთ, დირექტორი ხართ, თან მაღალმთიანეთი სპეციფიური არის ძალიან და აი ბატონო ანიკამ რა კითხვებით დასვა ეხა ბუნდოვანებაზე რაც ისაუბრა, თქვენგან ველოდებით რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ და რაღაცა სიცხადე შევმატოთ ამ ამბავს, რესურსებით დავიწყოთ. მოდი, აქვს თუ არა მაგათად კონკრეტულად თქვენ სკოლას რესურსი, რომ აი ამ სამი მიმართულებით, ადმინისტრების, სწავლასწავლებისა, კვლევების მიმართულებით პროექტები შემოიტანონ თავად მასწავლებლებმა, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული სინამდვილეში განათლების ხარისხი, თქვენი სკოლის წინსვლა და ასე შემდეგ. ანუ რამდენად რეალურია აი ამ სქემის მიხედვით იმ შედეგის მიღება, რაც დაისახეს, ანუ განათლების ხარისხის გაუმჯობესება. მოგესალმებით, რიგში მადლობა მოწვევისათვის. ამ მიმართულებით იცით, რომ სქემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო წლებია ისედაც სქემასთან მიმართებაში მასწავლებელთა კორპუსი ჩაბმულია ამ პროცესებში. მაგრამ მაინც არ ვართ საკმარისად ინფორმირებული არის. მაგრამ ვერც ისე ვერ შევაფასებთ, რომ წინა სქემის ფარგლებში ყველაფერი არ იყო კარგად და იდეალურად, იმ სქემამაც და იმ პროცესებმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მისცა ჩვენს მასწავლებლებს. ზოგადად, ჩვენ ისეთი მასწავლებელთა კორპუსი ყავს, მე მგონი, რომ სიახლეების შიში არა აქვთ. რაც შეეხება იმ საკითხს, რის შიში აქვთ, მაშინ აქ მითხარით. შიში არა აქვთ, უბრალოდ მაინც ეჭვის თვალით შეიძლება უყურებდეს რაღაც ნაწილი მასწავლებლების ამ მიმდინარე პროცესს, რაც თქვენ ბიუროკრატია ახსენეთ, თუმცა ერთი მთავარი საკითხია, რომ თქვენ ახსენეთ, რომ ანუ პროფესიული განვითარება ნებაყოფილობითიო. უბრალოდ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ არა, კარიერული განვითარება ნებაყოფლობით და პროფესიული სავალდებულო. ხო, იმიტომ რომ ანუ სტატუსი მასწავლებელს დღეს ნებისმიერს რომ გააჩნია სკოლაშია, მენტორი იქნება, წამყვანი იქნება, უფროსი იქნება, ხომ? ეს მხოლოდ სტატუსი არ არის, ეს უკვე ვალდებულება არის და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სტატუსის მქონე მასწავლებელი მინიმუმ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა იყოს სასწავლო პროცესში. კი ბატონო, აქვე ჩაგეკითხებით, მაშინ ის არ დავიწყებია, რომ რესურსი არ მიპასუხეთ და აუცილებლად მიპასუხეთ. მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს წინა სქემითაც ევალდებულებოდათ, რომ განათლების ხარისხზე კოლეგებთან ემუშაოთ სკოლის დონეზე. მაგრამ ბევრი წლის განმავლობაში ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ მენტორ მასწავლებლებს ეს ფუნქცია ხელშესახებად მაინც ვერ შესძინა იმ წინა სქემამ. ამ სქემაში იგივე დაუტოვეს მეთოდისტების როლი,
როლი დაარქვეს, თუმცა მასშტაბი გაუზარდეს, რომ მხოლოდ კონკრეტული სკოლის მასშტაბით კი არა, უფრო ფართედ რესურს ცენტრის დონეზე იმუშაონ. თუ წინა ჯერზე ვერ იმუშავა ამ სისტემამ, ამ სქემით რო იმუშავებს და ეფექტიანი იქნება, რა აზღვევს ამ პროცესს, მაშინ ეს გითხარით და აუცილებლად მითხარით აქვეც თქვენ სკოლას თუ აქვს ადამიანური რესურსი, იმიტომ რომ მაღალმთიანეთის სკოლებს ისედაც მასწავლებლების დეფიციტი აქვს და კომპეტენტური და კვალიფიციური საგნობრივი მიმართულების მასწავლებლების დეფიციტი აქვს და როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესს? გეთანხმებით იმაში, ზოგადად მასწავლებელთა კორპუსის დეფიციტი რომ არსებობს, თუმცა ჩვენ სკოლას ნამდვილად აქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ამ პროცესებში ჩაერთოს კი არა მხოლოდ ჩაერთოს, უფრო მეცაც გეტყვი, ჩვენი სკოლა ავტორიზებულია 2023 წლიდან. ეხლა მიმდინარეობს ჩვენ სკოლაში თვითშეფასების პროცესი 2 წლის თავზე სკოლას ვალდებულება აქვს რომ თვითშეფასება განახორციელოს. ამ პროცესებში ფაქტიურად ჩართულია. ეხლა სქემის ფარგლებში რაც ზოგადად ინფორმაცია გვაქვს განათლების სისტემას მიღებული, ამ პროცესებს ფაქტიურად ავტორიზებული სკოლები გავდივართ. გავდივართ თუნდაც სწავლასწავლების მიმართულებით, თუნდაც ადმინისტრირების მიმართულებით. კვლევაზე ბევრს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ავტორიზაციის პროცესი ამდენს არ მოითხოვს და მოითხოვს იმას, რომ დაადასტუროს სკოლამ, ნებისმიერმა სკოლამ ავტორიზებული რომ არის ეს პროცესი, რომ ზუსტად ისე მიმდინარეობს. აი, ხარისხის განვითარებას სკოლის ამ სქემის რომელი კომპონენტით უზრუნველყოფთ, ეს მითხარით? ხარისხის განვითარებას, განათლების ხარისხის განვითარებას, აი პედაგოგების კარიერული და პროფესიული განვითარების სქემის რომელი კომპონენტით უზრუნველყოფთ? ეს ჩვეულებრივად მასწავლებლები, ადრე იყო შეფასების ჯგუფები და წინა პერიოდში შეფასების ჯგუფები ასრულებდნენ ამ პროცესს, თუმცა ეხლა ხარისხის განვითარების არსებული რესურსით, ნახე, სკოლას გაზიარებული პასუხისმგებლობა იქნება თუ იმ მასწავლებლების რესურსი, რომლებიც მენტორი ჰყავს სკოლაში, წამყვანი ჰყავს და ურთიერთ ის განათლების გაზიარების, ხარისხის და გამოცდილების გაზიარების პროცესი, ეს პირდაპირ ვალდებულება აქვს სკოლაში მასწავლებელს. ის ვალდებულია, მაგალითად ავტორიზებულ სკოლაში თვითშეფასების პროცესში აუცილებელია დაადასტუროს მასწავლებელმა გამოცდილების გაზიარების პროცესი. არა მხოლოდ დოკუმენტალურად, არამედ შეფასება ექნება ეს მოსწავლის თუ სხვა პროცესები. კი ბატონო, ერთი კითხვა მაქვს კიდევ, ხელფასების ზრდასთან თუ იქნება ეს ყველაფერი კავშირში, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ წინა სქემით სტატუსებზე იყო მიბმული ხელფასების ზრდა, შემდგომ შეიცვალა უკვე ამილახვარის დროს და საათების რაოდენობას დაეფუძნა ხელფასების მომატება. ეხლა ამ სქემის მიხედვით მასწავლებლებს დაემატებათ საქმე, რა მიმართულებებსაც აირჩევენ, მაგრამ როგორც გითხრეს, ხელფასების ზრდაზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ თუ ისინი ჩაერთვებიან ამ სქემაში, მინიმუმ 1 წელზე მეტი მაინც დაჭირდება, რომ საბოლოო შეფასება მიიღონ ამ კომისიისგან, ხო, რომ სტატუსი აიმაღლონ და როგორ იქნება ეს პროცესი, მასწავლებლებს ალბათ ეს ამბავი ძალიან აინტერესებთ. იმოქმედებს თუ არა ხელფასების მატება სწორედ ამ სქემაზე. წინა სქემასთან შედარებით, ამ სქემას აქვს ერთი საერთო. კერძოდ ის, რომ წინა სქემის პირობებში თუ მასწავლებელს 1 წლის განმავლობაში შეეძლო თავის სტატუსის ამაღლება, ეს 1 წლიანი პერიოდი ახლაც დაცულია. ოღონდ ეხლა არის განსხვავება იმაში, რომ სკოლის საჭიროება სქემაზე იქნება მიბმული ხელფასის მატება, ეს მაინტერესებს. სქემაზე? ამ სქემაზე თუ იქნება ხელფასის მატება მიბმული. არა, ნახე, სქემაზე მიბმული ჩემი ინფორმაციით არ იქნება, ოღონდ სქემა გულისხმობს მასწავლებლის კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას. თუ მასწავლებელს მოუნდება, უფროს მასწავლებელს ის გახდეს წამყვანი, მას შეუძლია 1 წლის განმავლობაში გახდეს წამყვანი. ოღონდ ამ შემთხვევაში სკოლის საჭიროება სწავლასწავლება იქნება, კვლევა იქნება, ანუ სკოლაზე შეხიდება თუ იქნება ანაზღაურებადი. მოდი ესე ვთქვათ მაშინ. შეხიდება ის სიტყვა ახსენა ქალბატონმა თამარმა და ის რომ მასწავლებლები თავიანთი სურვილით სკოლას შეეხიდებიან და კარიერული ზრდა უნდა გულისხმობდეს ინტერესიც არის მასწავლებლის რომ ხელფასი ფინანსური მატება ქონდეს, ხო? ეს შეხიდება იქნება თუ არა ანაზღაურებადი, მაშინ ესე ვთქვათ. ეს შეხიდება ჩემი ინფორმაციით, მაშინ იქნება მასწავლებლისთვის ანაზღაურებადი, თუ ამ შეხიდებით
მასწავლებელი თავის სტატუსს აიმაღლებს. ანუ ერთი წლის წინ, როდესაც თვითონ გეგმა შეადგენს, რომ აი ერთი წლის განმავლობაში მე გავაკეთებ მაგალითად სწავლასწავლების მიმართულებით აი ამ საქმეს და მხოლოდ ამითაც არ იქნება, ნახეთ, ერთი წლის ბოლოს, როდესაც პრეზენტაციას გააკეთებს მასწავლებელი, მისი ერთი წლის მუშაობის პრეზენტაციას გააკეთებს. ამის შემდეგ მაინც არის სამინისტრო ჩართული ამ მასწავლების პროფესიული ტრენინგები იქნება თუ კვალიფიკაციის ამაღლება და იმის შემდეგ იქნება, როგორც ვიცი, თუ არ ვცდები, მასწავლებლის პროფესიული წინსვლა და კარიერის, ანუ სტატუსის ამაღლება. თუმცა კარგი ერთი იმაშია, რომ წლების განმავლობაში ჩვენი მასწავლებლები ხომ ამ სტატუსებისთვის შრომობდნენ, აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და ეს სტატუსები რო უცებ არ ჩამოიშალა და დარჩა ისე როგორც არის. კი ბატონო, მაგრამ ახალი სტატუსის მომატება კიდევ უფრო გაურთულდათ და ხელფასის მომატებაც კიდევ უფრო გაურთულდათ და არ ვიცი, გამოცდა ჯობდა პირადად ჩემი შეფასებით, ალბათ, იმიტომ რომ იმდენი ადამიანის აზრზე იქნება დამოკიდებული ამ სტატუსის მატება და ეს მიკერძოება რა დააზღვევს, ეს არ ვიცი. იცით, მე ვარ მასწავლებელი ბოდიში და მე მართალია გამოცდა ჩავაბარე და გამოცდით გავხდი წამყვანი, მაგრამ ნახე, ჩემი ყველა დიდი სტატუსი არის მასწავლებელი და ნორმალური მგონია რომ მასწავლებლობისთვის უფრო დიდ ხელფასს უნდა ვიღებდე და არა ერთხელ გასული გამოცდით მიღებული ქულით. კი ბატონო, აქ მიუკერძოებლობაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ იქნება манипуляციის საგანი სავარაუდოდ ეგ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურ. ბატონიკა, რო იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები, მე იმედი მაქვს ბატონ თემურო კიდევ მოხვალ ჩვენთან სტუდიაში და უკვე სიახლეებით გვეტყვით დამაჯერებლად რომ ეს პროცესი იქნება სამართლიანი და მიუკერძოებელი. განათლების მუშაკთა გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკატერინე ჩიქოვანი გვერდება პუნქტობრივად გაწერილი შენიშვნებით, არა მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემის, არამედ ზოგადი განათლების რეფორმის შესახებაც. მე მივესალმები სტუმარს, აღამშვიდობის ეკატერინე. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. თქვენ ზოგადი განათლების რეფორმის შესახებაც გაქვთ შენიშვნები, მაგრამ დღევანდელი გადაცემა, რადგან მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიულ და კარიერულ ზრდას ეხება, მოდით ამაზე დავაფოკუსოთ. დღეს ჩვენი წინასტუმრების ხმა თუ გესმოდათ და მათი პოზიციებიც თუ გესმოდათ, აი გითხარით თქვენი შეფასება, თქვენი მოლოდინები, რა პერსპექტივა აქვს ამ სქემას და წინა სქემასთან შედარებაც მინდა რომ გავაკეთო, იმიტომ რომ წინა სქემა, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდა და მასწავლებლებმა ძალიან ბევრი იშრომეს ამ სტატუსებისთვის, ამ სქემაში ცოტა სხვანაირად არის, თუმცა ეს სტატუსები მაინც ესე გამოვიდა, რომ სტატუსები მაინც მუშაობს. როგორ ხედავთ თქვენ აი ამ ახალი სქემის პერსპექტივას, რა უნდა სისტემას, რისი თქმა უნდა სინამდვილეში ამ სქემით, არის თუ არა რეალურად მართლა მიზანი მასწავლებლების მხარდაჭერა პროფესიაში და კარიერაში და განათლების ხარისხის გაზრდა არის თუ არა მიზანი, როგორ ხედავთ თქვენ ამ ამბავს? მოგესალმებით. ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. სულ სხვანაირად ვცდილობდი რომ ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ჩვენი საუბარი სხვანაირად დაიწყებოდა, მაგრამ ვუსმენდი გადაცემის სტუმრებსაც და მინდა რომ აი ამ მიმართულებით გავაგრძელო საუბარი. პირველ რიგში, რისი თქმა უნდა, სქემას ეს ძალიან ამოუცნობი ამბავია, იმიტომ რომ როდესაც შენი მიზანი არ არის შინაარსის ცვალებადობა, მაშინ შენ ყოველთვის ეცდები რომ შეცვალო ფორმა და არა ის შინაარსი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სასკოლო საზოგადოებისთვის. ყოველთვის, როდესაც საუბარს ვიწყებ განსაკუთრებით ამ თემაზე, მაინც რაღაცნაირად ერთ წრეზე ტრიალი მიწევს მეც. ჩვენი ორგანიზაციიდან საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანებიდან ძალიან ბევრი წერილი შევიდა განათლების სამინისტროს და სადაც კი ხელი მიგვიწევდა ყველგან ამას ვაფიქსირებით, რომ თუ გვინდა რომ ახლაც ეს აურზაური რაც მიმდინარეობს ეგ არ იყოს, იქნებ ჩართოთ ამ სქემის მუშაობის დროს ისეთი ადამიანები, რომლებიც იცნობენ კონკრეტულად სასკოლო საზოგადოებას, სკოლას, მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს, მათ საჭიროებას. თუმცა, ნახეთ, სანამ კიდევ კონკრეტულად იმ ხაზს გავუსვեմ, რაც რითიც მინდოდა რომ დამეწყო, მაინც ვიტყვი ამას, რომ როდესაც შენი მიზანი არის მხოლოდ ეს ცვალებადობა, მაშინ შინაარსზე არ ხარ ორიენტირებული. ეხლა კონკრეტულად ეს რას ნიშნავს?
თუ მაგალითად მე როგორც წინა გამომსვლელმა ბრძანა რომ მე ვარ მასწავლებელი და ეს ჩემს პრაქტიკულ სამუშაოზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მაგალითად ერთ კონკრეტულ გამოცდაზე თქვენ ახსენეთ და ხაზი გავუსვით ძალიან საჭირო ფაქტს რომ აი ამ კონკრეტულ ნაწილს და მიკერძოების ხაზს რა დააზღოს იმიტომ რომ ჩვენც ხომ იგივეს ვამბობდით ახლა კონკრეტულ მიმართებაში ჩვენ რას ვამბობდით როდესაც წინა ესე მინისტრი როდესაც იცვლება და ისევ ახალი სქემა უნდა შემოგთავაზონ ამას უკვე მივეჩვიეთ მე მგონი ყოველ ჯერზე ისმის ფაზა რომ აი იმან არ გაამართლა და ნახეთ ახლა რა შემოვიტანეთ და როდესაც წინა სქემამ არ გაამართლა ანუ იგივეს ვამბობდით რომ ჩაერთოთ ადამიანები რომლებიც სკოლას იცნობდნენ და არა ისინი რომლებიც ასე თეორიული მასალით წარმოუდგენიათ სკოლა და დიახ მასწავლებელი აუცილებლად უნდა შეფასდეს თავისი პრაქტიკული მუშაობით მაგრამ აი დადებითი რო გინდა რომ თქვა და აი ამ დადებითშიც რომ არის მაინც მასწავლებლის არასაჭირო მხარე გამოვლენილი. აი კონკრეტულ მიმართებაში რას გულისხმობ? როდესაც ჩვენ სკოლასთან მასწავლებელმა უნდა წარადგინოს თავისი პრაქტიკული მუშაობის ხაზი და აჩვენოს ერთი წელი რა იმუშავა, რომ აიმაღლოს თავისი სტატუსი. რანაირად უნდა დაეზღვეს სწორად რო ვთქვათ, მისი სამუშაო გარემო, როდესაც რესურს ცენტრი პირწმინდად ასრულებს ერთ-ერთი განათლების სამინისტროს მითითებებს, შემდეგ რესურს ცენტრის უფლებამოვალეობები და მოსილებები სკოლებთან მიმართებაში ეს მონიტორინგის ნაწილში კიდევ უფრო გაზრდილი არის ამ ზოგადი განათლების აი ერთმანეთს ეწინააღმდეგება მათი შემუშავებული სქემის ხაზი ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ძალიან მინდა ხოლმე რომ ძალიან მარტივი სიტყვებით ჩავშალო ეს და რატომ ეწინააღმდეგება. როდესაც მასწავლებელს არ შეუძლია მაგალითად ორი სხვადასხვა პროფკავშირის არჩევა თავისუფალ ნებაში და ეს რესურს ცენტრმა უნდა გადაანაწილოს, რომელი მისი სამუშაოს დაზღვევაზე არის საუბარი, როდესაც რესურს ცენტრი ერთ-ერთი ასრულებს სამინისტროს თხოვნას, მოთხოვნას და შემდეგ რესურს ცენტრი მუშაობს დირექციასთან. და თუ მაგალითად მე მომწონს, შენ ცოტა ბევრს საუბრობ, შენ ცოტა სხვა ხაზი გინდა, რამდენად არის დაზღვეული მაშინ მასწავლებელი? ანუ ისევ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. ანუ რეალურად ჩვენ არ გვყავს სკოლაში მასწავლებელი, რომელიც თავისი საჭიროების მხრივ არის დაცული. ანუ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის, ანუ სკოლას უნდა მიეცეს ავტონომია და არის მშვენიერი ეს ყველაფერი, სკოლის უკან რამდენი ადამიანი დგას და რამდენი დაკვეთას ასრულებს, ამას ხო აქვს მნიშვნელობა. ბატონო, თუ შეიძლება გკითხავთ აქვე აი ავტონომიურობასთან დაკავშირებით, ბევრ კითხვას აჩენს ეს წინა პროცესი, ფორმები და ტელეფონების ამბავი, რომ რაღაცა რეფორმის თავარ ნაწილად შემოიტანეს. ჩვენ ბევრჯერ დავსვით ეს კითხვა და ისედაც ყველა მშობელმა ისედაც იცის ეს, რომ სკოლებს ეგ უფლება ხო ისედაც ჰქონდათ დამოუკიდებლად განეხორციელებინათ და არ ჭირდებოდა ამას ცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ჩვენ წინა გადაცემაში ჩვენ სკოლების დირექტორებმა პირდაპირ გითხრეს, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ ამის უზრუნველყოფას დამოუკიდებლად და აი ამ მაგალითითაც რომ ვიმსჯელოთ ხომ, თუ სკოლები აი უმცირესი, აი ამ ძალიან უმნიშვნელო ერთი შეხედვით პრობლემის გადაჭრას დამოუკიდებლობად ვერ ახერხებენ, ხო? მაშინ მხოლოდ დოკუმენტში იმის გაწერა, რომ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს და ავტონომიურობა უნდა გაუზარდოთ სკოლებს და მასწავლებლებს უნდა მიუცეთ უფრო მეტი თავისუფლება, რომ სკოლის საჭიროებებზე იზრუნონ და ერთი წლის მერე ვნახოთ აბა რა არ ვიცი სკეპტიკურად განაწყობს საზოგადოებას ეს ამბავი, მეც მათ შორის და ძალიან ბევრი კითხვა ისმება, რომლის გაჟღერა, აი მე ვარ მასწავლებლების, იმ მასწავლებლების ხმა, ეხლა ვინც ძალიან ბევრ კითხვას ვამს. თქვენი განწყობა როგორი არის, რა პერსპექტივას ხედავთ აი ამ სქემაში, რა არის კარგი, ესეც მითხარით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ფორმების ამბავი და ტელეფონების ამბავი რომ ახსენეთ, იმიტომ რომ არასდროს მაინც არ მოვიწყდება ხოლმე, როდესაც მინისტრმა განაცხადა აი ამ ორი ამბის დეტალები და როგორი მხურვალე ეტაში იყო და ეგ ყოველთვის იწვევს ხოლმე ჩემთვის გაოცებას, იმიტომ რომ ნებისმიერი მასწავლებელი ართმევს ტელეფონს და ბავშვებს ტელეფონები წესიდარიგით არ უნდა გქონდეთ და თუ ეს არ
იცოდნენ აქამდე რომ ასე სრულდებოდათ, ახლა აუცილებელი იყო რომ განათლების სამინისტროს სქემა შეეცვალა, დაეხაზა ეს ხალხი მოეყვანა, ისევ თავისი ხალხი მე ეს ყოფილი ტაში დამთავრებულიყო და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ზუსტად იქ მივდივართ, საიდანაც საუბარი ახლა ჩვენ დავიწყეთ, რომ ანუ რეალურად შენი სკოლა არ გესმის და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი. და აი ამიტომ ფიზიკურად არ შემიძლია ამ წუთას გითხრათ რა შეიძლება იყოს დადებითი, აი გეუბნებით რომ რეალურად ავტონომიური ხაზი არის ძალიან კარგი, როდესაც მასწავლებელს სკოლას შეუძლია რომ იყოს თავისუფალი, მაგრამ თავისუფალი ფიზიკურად ვერ იქნება. რანაირად უნდა გამოვიდეს ფიზიკური, როდესაც მასწავლებელს არ შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს სურს თუ არა იყოს პროფკავშირში ან გადავიდეს სხვა პროფკავშირში ან უბრალოდ არაფერი იყოს ისე როგორც არის რეალურად. ამიტომ ზუსტად მაგიტომ გავუსვი ხაზი, რომ როდესაც ჩვენ მასწავლებლის პრაქტიკულ სამუშაოზე ვსაუბრობთ, არის არაჩვეულებრივი ამილახვრის დროსაც იდეაში ამას ვამბობდით, რომ ნებისმიერი სქემა, რომელიც მასწავლებელს ეხებოდა, უნდა ყოფილიყო პრაქტიკულზე და აი ამდენი ბიუროკრატიული ხაზი არ უნდა ყოფილიყო, მაშინაც იგივეს ვამბობდით. თვითონვე თქვეს, რომ სქემამ არ იმუშავა და ახლა უბრალოდ ფორმა შევცვალეთ, ძალიან ლამაზი და სხვა დახვეწილი ფრაზებით შემოვიტანეთ, ხურვალე ტაშიც გაისმა და ჩვენ გვეუბნებიან, რომ აი ბავშვებს ფორმა რო ეცმევა, სრულებით აღარ იქნება ბულინგი. მოკლედ ეკატერინე, ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. აი რა ვიცი, მასწავლებლის თავისუფლება ინდივიდუალური საკითხია თუ სისტემური, ეს იქნება მომდენო სტუმართან ჩემი მთავარი კითხვა. თქვენ და დაგემშვიდობათ. მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, ეკატერინე ჩიქოვანი, საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების თანადამფუძნებელი და თავადაც მასწავლებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. თამარ მოსიაშვილი იქნება ჩვენი მორიგი სტუმარი, განათლების საკითხების სპეციალისტი, რომელთანაც ძალიან ბევრს საუბრობთ ზოგადად დეცენტრალიზაციის საკითხზე და საჯარო სკოლების ავტონომიურობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ჩემი მთავარი კითხვა ქალბატონ თამართანაც ალბათ ეს იქნება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მისი აზრის გაგება, რას ფიქრობს ის ახალი სქემა და ის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ავტონომიურობა გაუზარდოს სკოლებს და დეცენტრალიზაცია გაუძლიერდეს, იძლევა თუ არა ამის საშუალებას. მე მგონი სტუმარი უკვე ხაზია და მივესალმები ქალბატონ თამარს. საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. მადლობა რომ ჩაგვერთეთ. ქალბატონ თამარ, მოკლედ თქვენი კითხვა უკვე დავსვი პრინციპში, დეცენტრალიზაციის ესე მომხრე მხარდამჭერი ხართ, ამ იდეის მხარდამჭერი ხართ, მე რაც მახსოვს თქვენთან ურთიერთობაში და ავტონომიურობის სკოლების ავტონომიურობის გაზრდის და აი მინდა რომ კითხოთ აი ამ სქემით, რომელიც ითვალისწინებს, რომ პედაგოგები კარიერულად გაზარდოს, განავითაროს, ასევე პროფესიულად განავითაროს, განათლების ხარისხიც გააუმჯობესოს და დეცენტრალიზებული და ავტონომიური სკოლები გახადოს, თუ არის შესაძლებელი აი ამ დოკუმენტით და აი ამ სქემით ამ ყველაფრის მიღწევა. თქვენი მოსაზრება არის საინტერესო. დიახ, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მადლობა, მე ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა და რეგულარულად სულ ვეცნობი ხოლმე, ასევე დიდი სიამოვნებით ვერთვები. რაც შეეხება შემოთავაზებულ ცვლილებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემას, მე მინდა გითხრათ, რომ თავისთავად ეს რაღაც ანეკდოტური ამბავია, რა ინტენსივობით იცვლება სქემა, იმიტომ რომ მივიღოთ რაღაც სრულყოფილება, რომელიც გააბრწყინებს განათლების სისტემას და განავითარებს ჩვენს სკოლებს. მე წავიკითხე ის 9 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი, ну ყოველ შემთხვევაში მე მაქვს ეს დოკუმენტი და მინდა გითხრათ, რომ ამ დოკუმენტს თუ კარგად წავიკითხავთ, შეიძლება ვთქვათ ერთი რამ, რომ რაღაც არის ამ დოკუმენტში არის ერთი კომპონენტი, სადაც წერია, რომ სინამდვილეში არაფერი არ იცვლება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის უბრალოდ პროცესის ადმინისტრირება მარტივდება. მეორე მხრივ არის თაფლაკვერების პოლიტიკა, რომელიც განაცხადა კიდეც ქალბატონმა მინისტრმა, მან თქვა, რომ ჩვენ ზრუნავთ მასწავლებლებზე და რადგან გამოჩნდა სტრესია, ჩვენ გამოჩნდას აღარ ჩავაბარებინებთ
და კიდევ ის კომპონენტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებლები მორიგჯერზე შემსრულებელი, ვთქვათ, ბეჯითი მოწაფეების როლში უნდა ჩადგნენ და შეასრულონ ახალი დავალება. ეს ნამდვილად არ გახლავთ დეცენტრალიზაცია, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ სუსტდება გადაწყვეტილების მიმღებების როლი, კერძოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლი, რადგან მოხდა დელეგირება რესურს ცენტრებზე. რესურს ცენტრი კი გახლავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. და აი ამ რესურს ცენტრებში შეიქმნება შეფასებაზე ლაპარაკობ, ხო, მასწავლებლის საქმიანობის შეფასებაზე. რესურს ცენტრებში შეიქმნება ჯგუფები, გუნდები, რომლებიც შეაფასებენ მასწავლებლის ერთწლიან საქმიანობას. მინდა გითხრათ, რომ ეს მოდელი ნამდვილად არ არის ახალი მოდელი, ეს არის ძალიან ძველი მოდელი და თქვენ არ გემახსოვრებათ, მაგრამ მე მახსოვს, როდესაც სკოლაში მოსწავლე ვიყავი და გარკვეულწილად მომესწრო კიდეც, როდესაც მასწავლებელი ვიყავი, რესურს ცენტრების ნაცვლად რეგიონებში არსებობდა განათლების განყოფილებები, სადაც იყვნენ მეთოდისტები, დასაქმებულები და ამ მეთოდისტების საქმიანობა იყო, რომ სკოლებში წაგზავნებულიყვნენ, დასწრებოდნენ გაკვეთილებს და აი ამგვარად შეეფასებინათ მასწავლებლები. შესაბამისად, ახალი სიახლე ამ მხრივ არაფერი არ არის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოახდინა ძალაუფლების დეკონცენტრაცია და მასწავლებლების შეფასების, ასე ვთქვათ, პროცესები უნდა გადაიტანოს რესურს ცენტრში. ეს არის ჩვეულებრივი ისევ მიუხედავად ისა, რომ დეკონცენტრაცია მოხდა, ეს არის ჩვეულებრივი გამართული ვერტიკალი, ცენტრალიზებულად მართული სისტემა თავისუფლების მცირე, ვთქვათ, ჩარჩოებით და შესაბამისად ჩემი მხრივ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან პრობლემური. ასევე ეს თაფლაპყრების პოლიტიკა უკვე ცოტა სასაცილოც არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში იმდენი თაფლაკვერი მივიღეთ და ასე ვთქვათ, იმდენი თაფლაკვერის შესახებ მოვისმინეთ, რომ რა ვიცი, არასერიოზულია თაფლაკვერებით საუბარი. მაგალითად, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ გამოცდაზე ვთქვით უარი, საკმაოდ ისეთი პოზიტიური, კეთილშობილი და ზრუნველი სახით, რადგან ეს მასწავლებლებისთვის არის სტრესული და ჩვენ არ გვინდა. მაგრამ აი ამ ეს ნათქვამი მართალია თაფლაკვერია გარკვეულწილად საზოგადოებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ერთ-ერთ ძირეულ პრობლემას ფარავს და ერთ-ერთ ძირეულ პრობლემას უარყოფს, რომელსაც წარმატებით ახორციელებს, ვთქვათ, გადაწყვეტილების მიმღები. წარმატებულია სკოლა, ბევრი მახასიათებელი აქვს წარმატებულ სკოლას და აღარ ჩამოვთვლი აი ამ მახასიათებლებს, მათ შორის გამჭვირვალე მმართველობაც ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ერთ-ერთი მახასიათებელი გახლავთ, სკოლაში უნდა მუშაობდნენ კვალიფიციური მასწავლებლები. ნამდვილად ჩემი დიდი პატივისცემა საქართველოს მასწავლებლებს, ათასობით მასწავლებელთან მე პირადად მიმუშავია და ვიცი მათი კომპეტენცია, პროფესიული უნარები და კიდევ ეს პროფესიული სიამაყე, რაც მათ გააჩნიათ, ასევე არის ერთი უსერიოზულესი პრობლემა, რომელიც აი ამ თაფლაკვერით დაიმალა. და ეს პროფესიული პრობლემა, ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა გახლავთ ის, რომ ძალაუფლების მქონეს ეშინია სინამდვილეში, ასე ვთქვათ, მასწავლებლების და აი ამ თაფლაკვერით ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ სისტემაში ტოვებთ იმ მასწავლებლებს, რომლებიც იქნებიან ჩვენი ამომრჩევლები და რომლებმაც პროფესიული კომპეტენცია ვერ დაადასტურეს. სხვაგვარად მაპატიეთ ეს წამგებიანი ფრაზა, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, ეს გახლავთ ჩაჭრილი მასწავლებელი. ხო, მასწავლებელი კარგი ვერ იქნება, თუ მას საგნობრივი კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. მაგრამ ჩვენი პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა იმგვარია, რომ მასწავლებელს ფილტრს სახელმწიფო უსვამს აი ყველა ნაბიჯზე. მაშინ როცა შეიძლება ერთი მკაცრი ფილტრი დაისვას, ვთქვათ, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება და მერე დაანებოს თავი. კი ბატონო, ქალბატონ თამარ.
მინდა რომ ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რომ შეგაჯამებინოთ და მითხრათ აი მე რომ არ მახსოვს იმ პერიოდის გამოცდილებით რა პერსპექტივა აქვს აი ამ გეგმას. ეს გეგმა 2 წლის შემდეგ ჩვენ გავიგებთ რომ ამ სქემამ არ იმუშავა და ახალი უნდა შეიქმნას. იმიტომ რომ მთავარ პრინციპებზე არ ამბობენ უარს. მათ უნდათ რომ საბავშვო ბაღის ბავშვივით მასწავლებელს 1 სექტემბრიდან თქვათ 15 ივლისამდე, როდესაც მთავრდება სასწავლო წელი, თქვათ კუთში სდიონ და ყველაფერი უკონტროლონ, რას აკეთებს, უმტკიცონ, დაუმტკიცონ, რომ ამას კარგად აკეთებ, კარგ თუ ცუდად აკეთებ, ეს ცუდად გაგიკეთებია, კიდე უნდა მოემზადო. თუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა სკოლაში შევიდნენ კვალიფიციური მასწავლებლები, ამისთვის საკმაოდ მკაცრ ფილტრს დავდებთ, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია მიენიჭოს მსურველ მოქალაქეს და შემდეგ სკოლა მიცის, როგორ და რანაირად მოიქცევა. მაგრამ არა, მათ უნდათ ბევრი ფული ხარჯონ აი ამ შემოწმებებში, ამ მონიტორინგებში, ამ პორტფოლიოა იგივე ხო, რაღაც საქმე აქვს, რომ დაგეგმავს მასწავლებელი, ამ პორტფოლიოების მომზადებისთვის ჩატარებულ ტრენინგებში, შემდეგ შეფასებაში და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენ მიერ გადახდელი ფულის ამაოდ ხარჯვა და ასევე ჩვენ კარგავთ დროს. იმიტომ რომ მე რამდენად უნდა გავიაროთ ერთი და იგივე წრე და ვთქვათ, რომ თაფლაკვერები უკვე ძალიან სასაცილოა, ყველას გვესმის და ეს თაფლაკვერები ჯერჯერობით ფინანსურად არ გამოისახება, მაინც ესე გვითხრეს, რომ მინიმუმ 1 წელი ხელფასის 2026 წელია. კი ბატონო. ქალბატონ თამარ, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, თამარ მოსიაშვილი განათლების საკითხების სპეციალისტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა სტუმარს და მეც უნდა დაგემშვიდობეთ, იმიტომ რომ ყველანაირი დრო ამოვწურეთ უკვე საეთერო. მომდევნო ხუთშაბათს შევხვდებით უკვე 6 საათიანი საინფორმაციო შემდგომ და უკვე რაღაცა წლის შემაჯამებელი გადაცემა გვექნება. გემშვიდობებით ნახვამდის.